მეც ეგრე მოვცადი ნერვები რომ ამშლა თან მიზეზიც მქონდა. ხო, მაგრამ ეგ არ მომართლებს. ხო არ იცოდი რომ შეიგნენ გეგონა იჩხუბეს და გავრაზდი. რა ასრი აქვს მაგას? ლაზარე მგონი საერთოდ აღარ მელაპარაკება. ვურეკავდი და არ მპასუხობდა. დღეს რომ დავიშალეთ, ისე გამოვხედა, ხმის გაუცემლად მივხვდი, რასაც მეუბნებოდა. გადაუვლის. აი მარტო მიქხომ არა, ილიამ ხო არ იცის სიმართლე, ჰგონია რომ როგორც კი ზურგიში აქცია, ლაზარემ ეგრევე ვიღაც უცნობ ჟურნალისტს მიურბენინა მისი ამბები. წარმოდგენა არა აქვს რომ ეგ სტატია მე დავწერე. ძლივს დაძმა კაცნემ და ჩემი დაუფიქრებლობის გამო ისევ გადაემტერებიან ახლა. ხო, მაგაში არის ლოგიკა. რას აპირებთ ახლა? არ ვიცი. ხვალ სკოლაში ჯერ ლაზარეს უნდა ველაპარაკო, ბოდიში მოუხადოთ და მერე რამე უნდა მოვიფიქროთ. ასე ნამდვილად ვერ დავტოვებ. წავედი მეც და ხვალ გნახავ მაშინ. კაი, მიდი. მოიცა გაჩერდი ერთი წუთით. გისმენ, ოღონდ სწრაფად გაკვეთილი იწყება. როდეიდან გახდა ასეთი ბეჯითი მოსწავლე? არ მეცინება. კაი, ვიცი რომ არ გინდა ეხლა ჩემი დანახვა, მაგრამ უბრალოდ მინდა აგიხსნა და ბოდიში მოგიხადო. რისთვის? მთელი სკოლა მაგაზე საუბრობს. შენი როგორც ჟურნალისტის მიზანიც ხომ ეგ იყო? არა, ლაზარე, ეგ არ იყო ჩემი მიზეზი და შენც კარგად იცი. იმ დღეს მამა ჩემს რო დაურეკეს და გავიგე რომ იჩხუბეთ, ვიფიქრე ილია ისევ ძველებურად დაბრუნდა და გაუბრაზდი. ეს სტატია ასე აგრესიულად შენ დასაცავად დავწერე. ჩემს დასაცავად? ემილი, მეკითხარი, ისე დაგეწერა რომ თავი დაენახა და დაფიქრებულიყო. შენ კიდე ადექი და გათელე. ყველა სუტი წერტილი უპოვე და გამოფინე საჯაროდ. მოიცე, ილიაზე რომ არის ყველამ გაიგო? არა, მაგრამ ზოგი ძალიან ამსგავსებს ილიას. ბოდიში არ ვიცოდი. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ჩხუბის მერე დაძმა კაცდებოდით. გაბრაზებულმა დავწერი და ეგრევე გავაგზავნე დასაბეჭდად, არც დავფიქრებულ ვარ. მერე რომ დაგინახეთ ერთად, უკვე გვიანი იყო, ვეღარ გავაჩერე. ხო, შენ არ იცოდი. სამაგიეროდ ეხლა ილიამ იცის რომ გამყიდველი მეგობარი ვარ. ტიპს გონია ვიღაც უცნობს მიურბენინე რომ დაგვეცინა. კაი, მითხარი რა გავაკეთო და ვიზამ. ვეტყვი რომ მე ვარ ის ანონიმური ჟურნალისტი და შენი ბრალი არაფერია. და მე რა შეიცვლება? გონია დაგიჯერებს? ან რომ დაგიჯეროს ფაქტი ხომ ფაქტად რჩება. ნახევარმა სკოლა მიცის მისი პრობლემების და ოჯახის შესახებ. შევედი რა, არ მინდა რომ დავაგვიანო. ემილი, აქეთ. ჰეი, როგორ ხარ? კარგად შენ? მეც კარგად. გილოცავ, ძალიან მაგარი სტატია გამოვიდა. გამოხმაურებაც საუკეთესო აქვს, ბევრი ლაპარაკობს. მადლობა. რაღაც მოწყენილი ჩანხარ. არა, უბრალოდ გუშინ კარგად არ მეცინა და ხო. მოკლედ, ხალხს ძალიან მოეწონა პირველივე გამოშვება. თან ანონიმური მწერლების ამბავმა ცოტა ინტრიგა დატოვა. ხო, არავისთვის გითქვამს რომ შენ დაწერე? არა. ხო. ანონიმურობა უნდა შევინარჩუნოთ. ხო და მეორე სტატიაზე რას ფიქრობ? უკვე გექნება იდეები. რამდენიმე მაქვს. ძალიან მაგარია. ერთი სული მაქვს, წავეკითხო. მე ჩემ ფანებში ვარ აწი, ანონიმურო ჟურნალისტო. ხო, წავალ მე შევალ გაკვეთილი დამეწყებოდა. ხო, წამა მეც მოვდივარ.
შენც არ გიყვარს ფეხბურთი? აი პროსტა ვერ ხვდები 22 ზრდასრული კაცი ტრუსიკები და ყელამდე აწეული ნასკებით დაძდებენ ფულს. ჰა? მე მითხარი რამე? გონი ნიკა შორტები შეცმოუტყება და მაგი ორ გვეთამაშობა ფეხბურთს. შენ რომ გაცვია ხო ბძღნი? ჩუ ბიჭო შემაზილა. ხო კარგად ხარ? რაღაც მთელი დღე გაფანტური ხარ. მე რავი, არა. რა შევით? ეხლა უყურე დაგასვა. კარგი, წავედი, ერეგნა. სად მიდიხარ ბიჭო? ზარი ხوار დარიკილა ჯერ. ცოტა ადრე უნდა ავიდე. თან დავალებებსაც უნდა გადავხედო. როდიდან ზრუნავ დავალებებზე? მოიცადა დავალება ქონდა? კი, შედით და ცოტა ხანი შემოვალ. ილია, 2 წუთი შეიძლება დაგილაპარაკო? არ მცალია დაგვეთილი მეწყო. გთხოვ, ძალიან მნიშვნელოვანია. რაგი? ის სტატია ონლაინ გაზეთში რომ დაიბეჭდა, ეგ ჩემი დაწერილია. შენ საიდან იცოდი? გასაგებია. ანუ ლაზარემ გითხრა ხო ყველაფერი? არა, იქ გამთავარი რომ ლაზარი ჩემთვის არაფერი მოუყოლია. პირიქით, როცა უთხარი შენზე დაწერას ვაპირებდი, უარი მითხრა. ხო, აშკარად უარი გითხრა. მართლა ბევრჯერ თხოვე რომ დამეწერა, მაგრამ უარს მეუბნებოდა. ბოლოს დამთანხმდა, მაგრამ თხოვა რომ შენი სახელი საერთოდ არ გამომეყენებინა. აბა რატომ გადაწერე? წინა ღამეს გავიგე რომ იჩხუბეთ, ნერვები მომეშალა და იმ ღამეს ვედავწერე და გავაგზავნე. მეორე დილს დაგინახე ძმაკაცებით რომ მოდიოდით, მაგრამ უკვე გვიანი იყო, სტატია გადაგზავნილი მქონდა. მართლა გეუბნები, ლაზარე არაფერ შუაშია. კლასში უნდა შევიდე, წავედი. არ მითხრა ეხლა რომ მეორე სტატიაც მზად გაქვს? არა. სხვა რამეზე მინდა დაგელაპარაკო. გისმენ? ვეღარ გავუკასელებ დაწერას. რა? რატომ? ანონიმურობა დავარღვია. რა გააკეთე? ვინმეს უთხარი რომ შენი დაწერილია? ჰა, ილიას ვუთხარი. ვუთხარი რომ ჩემი დაწერილია. ემილი, ხო იცი რომ მე ჩვენ ბლოგის მთავარ წესს ეწინააღმდეგება. ვიცი და ბუდიშტ გიხდი მართლა. ძალიან გული მწყდება. მაგრამ წესი წესია. მესმის და არ მაქვს არანაირი პრობლემა. კაი, სანამ დაგემშვიდობებით, შეიძლება კითხო? რატომ უთხარი? აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა. წარმატებებს გისურვებ მთელი გულით და შენ ანონიმურობას არ დავარღვევ. პირობას გაცლევ.
უნიკა, კაი რა. ბიჭო, არ მევასაბა ეს ფეხბურთი რა. პროსტო დაგემატე და რა ვქნა? ცოტა მაინც მოინდო. ნიკა რა შუაშია, შენ არის საერთო თამაში. რას კითხულობ? ანამ დაწერა მწერლების ჯგუფში, რომ აღარ გავაგრძელებ წერას. და არ გეთქვა შენ ძალიან გაიგებდა. რა ვიცი, სიმართლის თქმა უფრო სასიამოვნოა. დამიგორეთქო, იმათ გადაუგდე კი არა. ნიკოლოზ, ხო არ შეგეცვალე? აუ კი რა დამტანჯა. რა სიკრიჭები ლაზი? დამიგორი აბა? ჰა, მიდის მალე. 3 ერთს ვაგებთ, 5-მდეა. ხამბექი გვაქვს ბიჭებს დასადები. წავედი. აი მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს გავუღებ კარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულების და სიყვარულის წამს მუდამ იმედის და ძმენის ნაპირს